დავბრუნდით ეთერში ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა არის ინიციატივა, რომელიც მუნიციპალიტეტებს ეფექტიანი მუშაობის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. კონკურსი ხაზს უსვავს წარმატებულ მუნიციპალურ პროგრამებს, გენდერულ თანასწორობას და დეცენტრალიზაციის რეფორმებს. გამარჯვებულები კი მრავალ ნომინაციაში ჯილდოვდებიან. მეც ამ თემის შესახებ ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად. სენაკის მერი ვახტანგ გადელია და ათეას აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე შემოგვერთნენ სტუდიაში. დილამშვიდობის, უღმესი მადლობა სტუმრობისთვის. და ქალბატონ ნინო, სანამ უშუალოდ ამ პროექტზე ვისაუბრებთ, მოდით იქნებ მაყურებელს განუმარტოთ თავად ათეას მთავარი მისია რა არის და როგორ უწყობს ხელს ის მუნიციპალიტეტების გაძლიერებას და ერთიან პლატფორმაზე გაერთიანებას. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები თქვენს მაყურებელს. მოხარულები ვართ, რომ შაბათის კვირის იმედის დილის ეთერი ეთმობა თვითმმართველობების თემას, ჩვენს ასოციაციას, ჩვენ ვაერთიანებთ საქართველოში არსებულ 64-ვე მუნიციპალიტეტს, ვართ ესეთი წარმომადგენლობითი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე ჩვენი მაღალი წარმომადგენლობითი სტატუსიდან გამომდინარე ჩვენი განსაკუთრებული როლი მიკუთვნებული, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობაში, ადგილობრივ თვითმმართველობათა კოდექსში, ყველა გადაწყვეტილება, ყველა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს ეხება, ჩვენთან წინასწარი კონსულტაციით, ჩვენი ჩართულობით მიიღება და განიხილება. და ეს გარდა ამისა ჩვენ წარმოვადგენთ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ ხმას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ჩვენი ასოციაცია არის წარმოდგენილი ბევრ საერთაშორისო პლატფორმაზე, მაგალითად ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში და ასე შემდეგ. ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია არის ძალიან ბევრი. ჩვენი მთავარი დანიშნულება, ჩვენი მისია არის დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საქართველოში და აი დეცენტრალიზაციის პროცესში მუნიციპალიტეტების გაძლიერება მრავალი მიმართულებით, იქნება ეს ინსტიტუციური გაძლიერება, შესაძლებლობების გაძლიერება, საკადრო გაძლიერება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩვენი აზრით ეფექტიანი საშუალება, რომ მუნიციპალიტეტების გაძლიერება მოხდეს, ეს არის რომ მუნიციპალიტეტებმა ერთმანეთი გააძლიერონ. მუნიციპალიტეტებმა ერთმანეთისგან ისწავლონ, ერთმანეთის წარმატებები გაიზიარონ. და სწორედ აი ამას ემსახურება ეს პროგრამა. სწორედ ამას ემსახურება ეს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა, რომელზეც ახლა მინდა რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ. 16 ნომინაცია ხოლმე, თუმცა წელს 10 ნომინაციაში იქნა 14 გამარჯვებული დაჯილდოვებული და მოდით რა ნომინაციებია, როგორ ხდება შერჩევა, ნუ კრიტერიუმები ეს ძალიან საინტერესოა, 5 კრიტერიუმი, შეფასების კრიტერიუმი წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი და მდგრადი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, აი უფრო დეტალურად რომ მოგვეყოთ ამ კრიტერიუმების შესახებ და თავად ამ ნომინაციების შესახებ. ნომინაციები ფარავს ძალიან ფართო სპექტრს, პრაქტიკულად მუნიციპალიტეტების საქმიანობის ყველა სფეროს, ეკონომიკური საქმიანობით დაწყებული, სოციალური სფეროთი დამთავრებული. და ყოველწლიურად მინდა გითხრათ, რომ ემატება ახალ-ახალი ნომინაციები, მაგალითად შარშან დავამატეთ ისეთი ნომინაცია, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მუნიციპალურ სერვისებში და მინდა გითხრათ, რომ აი შარშან დავამატეთ და უკვე შარშან იყო რაღაც განაცხადების შემოსული, არაჩვეულებრივი, რომელმაც მოიპოვეს გამარჯვება და წელსაც 2 გამარჯვებული ყავს ამ ნომინაციაში. და დამატება რის მიხედვით ხდება, თუ რა არის იმ პერიოდში ყველაზე აქტუალური, თუ აი რა პრინციპით ირჩევთ? აქ ეს არის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებიდან გამომდინარე და პლუს ახალი ტენდენციებიდან გამომდინარე. და ამ ტენდენციებში ვგულისხმობ არა მხოლოდ ჩვენ უყურებთ საქართველოში არსებულ ტენდენციებს, არამედ საერთაშორისო ტენდენციებს და აი შარშან რო დავამატეთ ეს ხელოვნური ინტელექტის მაგალითად ნომინაცია, ეს არის აი მართლა ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული, რომ მუნიციპალიტეტები აქტიურად იყენებენ თავის მუნიციპალურ სერვისებში ხელოვნურ ინტელექტს. და ჩვენ გვაინტერესებდა რამდენად აი ამ
საერთაშორისო ტრენდს პასუხობენ ქართული მუნიციპალიტეტები და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად არსებობს ძალიან საინტერესო. აღმოჩნდა, რომ ნამდვილად ესე იგი არსებობს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პრაქტიკები, რასაც მუნიციპალიტეტები ნერგავენ და ძალიან აქტიურად იყენებენ თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელოვნურ ინტელექტს და ეს აღმოჩნდა, რომ არის მართლა ძალიან ისეთი ნოვატორული და მართლა საინტერესო და მართლა ღირებული პრაქტიკები და გამოცდილება, რომელიც ნამდვილად ღირს რომ მიიღოს აი ეს ჯილდო, საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო. ასე რომ ჩვენ თვითონაც ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით ამ ფაქტით, რომ ის რაც სულ აი ეხლა იდგავს ფეხს საერთაშორისო ასპარეზზე უკვე აქტიურად არის დანერგილი და გამოიყენება ქართულ მუნიციპალიტეტებში, რაც ვფიქრობ, რომ იმის მაჩვენებელი არის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტები არიან ავანგარდში ნამდვილად აი საუკეთესო ტენდენციების. პანელური დისკუსია გაიმართა წელს და განიხილეთ თემები და რაღაც სამომავლო ალბათ ინიციატივები კიდე შეჯერებული იქნა ამ პანელურ დისკუსიაზე და ორი სიტყვით რო გითხრათ, აი როგორ ჩატარდა, რა თემები იყო მთავარი პრიორიტეტული და რა არის სამომავლო კიდე ტენდენციები. ძალიან დიდი მადლობა, რომ პანელურ დისკუსიებს შეეხეთ, რატო გადავწყვიტეთ საერთოდ, რომ ეს მოგვეწყო დაჯილდოების ცერემონიის გარდა კიდე ეს რაღაც დისკუსიების ფორმატი შემოგვეღო. ეს პროექტები და პროგრამები, რასაც წარმოადგენენ მუნიციპალიტეტები ამ კონკურსის ფარგლებში, იმდენად ღირებული არის, იმდენად საინტერესო არის, რომ უბრალოდ ნამდვილად გვენანებოდა, ნამდვილად გვინდა რომ ყველა მიცოდეს, ყველა მეტი ინფორმაცია შეიტყოს ამის შესახებ და მარტო დაჯილდოების ცერემონიის ფორმატი სამწუხაროდ ამის შესაძლებლობას არ იძლევა, რომ აი ეს სიღრმისეულად განხილული იყოს ის პროგრამები და პროექტები, რასაც მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. და ამიტომ სწორედ ეს პანელური დისკუსიებიც იქნა დამატებული ეს ფორმატი, ორ თემას ეძღვნებოდა ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა და სოციალური პროგრამები მუნიციპალიტეტების, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული და ნამდვილად ესე იგი ორი გამარჯვებული ყავდა ამ ნომინაციაში და ახლა მინდა გაგანდოთ ერთი ინსაიდერული ინფორმაცია. აი სენაკის მუნიციპალიტეტის პროექტთან დაკავშირებით ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ კი ეს უნდა იყოს გამარჯვებული. აი სწორედ მე მქონდა ეს შეკითხვა. პირველში გილოცავთ, იმიტომ რომ ნამდვილად ორ ნომინაციაში ხართ წელს გამარჯვებული. ეს იყო, ასე ვთქვათ, დაწყებითი კლასების მოსწავლე და პროფილაქტიკური გამოკვლევები და მეორე თემა იყო დიალოგის ახალი სტანდარტი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. რომ მოგვიყვეთ თავად ამ პროექტების შესახებ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე დავიწყებ მადლობით და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ათეას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობაა კაბატონი ნინოს მიერ, რომ კაბატონი ნინო როგორც აღნიშნა, ეს პრაქტიკები მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტები 64 მუნიციპალიტეტია ჩართული ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მუნიციპალიტეტებს გვეძლება ინიციატივების წარმოდგენა, ახალი პროგრამების წარმოდგენა. ჩემი მერობის პერიოდში 2021 წლიდან და მანამ ჩართულები მუნიციპალიტეტი ყოველთვის ჩართულია ამ მნიშვნელოვან გამოწვევაში და აღსანიშნავია, რომ გვეძლება წახალისება, გვეძლება мотиваცია მუნიციპალიტეტებს, რომ კიდევ უფრო მეტი სოციალური და ეკონომიკური პროექტები შექმნათ და წარმოადგინოთ ათეაში. და მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს სენაკის მუნიციპალიტეტი ხდება გამარჯვებული, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და წელს ქონდა ის შემთხვევა, როცა ორ ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი იყო დიალოგი და აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და მუნიციპალიტეტისთვის წარმოსადგენელიც არის, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა იყოს, ურთიერთთანამშრომლობა იყოს. მხოლოდ მუნიციპალიტეტი არ იყოს გადამწყვეტი ორგანო და შევქმნით ერთი დიდი სივრცე, სადაც მოვიწვიეთ ტექნოლოგიური ჰაბი, მოვიწვიეთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი, რასაც ახალგაზრდების ჩართულობა ქვია, ასევე ბიზნეს სექტორი მოვიწვიეთ, ბიზნეს სექტორთან და აგროსერვისი მოვიწვიეთ. შევქმნით დისკუსიები პლატფორმაზე, მქონდა განხილვები, მათ წარმოგვიდგინეს სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები და ჯანსაღი აზრით, ურთიერთ კოორდინირებული მუშაობით და იდეების გაცვლით მოხდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სენაკის მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა და საუბარი იმაზე, თუ რა სჭირდება ჩვენს მუნიციპალიტეტს უკეთესი განვითარებისათვის. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მინდა წარმოაჩინო, რომ ამ დიალოგის შედეგად ჩვენ
სენაკისათვის და ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, ახალგაზრდების მიმართულებები, მათი საქმიანობა მომავალი და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ამ ახალგაზრდებმა იმდენად მნიშვნელოვანი და ის პროექტები წარმოადგინეს რომელიც თითოეული არა მხოლოდ ახალგაზრდების ბიზნეს სექტორის აგროსექტორის ეს თავიანთი პროექტები გააციფრულეს, გაასაჯაროვეს ვიყავით და რა თქმა უნდა ამას მოყვა ის შედეგი რომ ბევრ შემთხვევაში გამარჯვებული პროექტი მუნიციპალიტეტის მერიისგან იქნა წახალისებული და ტექნოლოგიური ჰაბისგან იქნა წახალისებული დაფინანსდა ეს მნიშვნელოვანი პროექტები და მსგავს პროექტებს ჩვენ აუცილებლად მომავლისთვისაც შევუწყობთ ხელს და მუნიციპალიტეტი მზადა ვართ მე მუნიციპალიტეტის მერია საკრებულო მზად ვართ იმისათვის რომ უკეთესი სენაკისათვის შევქმნათ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი ხოლო რაც შეეხება მეორე გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ეხება ბავშვებს და ეხება ბავშვენ ოჯახებს. მნიშვნელოვანია თქვენ მოგეხსენებათ, როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის და ასევე ცენტრალური ხელისუფლებისათვის ჩვენ ახალ თაობაზე ზრუნვა მათი განათლების მიმართულებით ზრუნვა და როგორც განათლებასთან მიმართებაში კეთდება უამრავი პროექტი, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და საინტერესო გახდა მუნიციპალიტეტისათვის მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვა. ეს პირდაპირ მნიშვნელობით ეს პროექტები წარმოადგენდა სკრინინგს, ჯანმრთელობის სკრინინგს. ეს არის ჩვენთვის იგივე სტარტაპის მნიშვნელობის არის, რომელსაც კიდევ უფრო მეტად დახვეწავ და კიდევ უფრო მეტ რაღაც მნიშვნელოვან მიმართულებებს მივცემთ და მოსპატი ჯგუფი ამ შემთხვევაში იყო პირველი მეორე კლასის ბავშვები და აღსანიშნავია ეს მიხედვით იყო შერჩეული რატო იყო ეს ამ ეტაპზე ეს ამ ეტაპისთვის არის მხოლოდ არის ის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის პათოლოგიები რომლებსაც მშობელი მოგვიანებით აღმოაჩენს ან პედაგოგი აღმოაჩენს ბავშვთან ჩართულობით და მიმართულებაში და ეს ამ პროექტით ისარგებლა 839-მა ბავშვმა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 230 ბავშვს აღმოაჩნდა რიგი პრობლემები, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო ჩვენგან. რა თქმა უნდა, აქ არის შემდგარი მობილური ჯგუფი, არის შემდგარი პროფესიონალებისგან, აქ არიან ოფთალმოლოგები ჩართული, პედიატრები, თერაპევტები არიან ჩართულები, თითოეულ ბავშვს ჩაუტარდა როგორც ქალაქად, ასევე 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი შეხვედრები ჰქონდა, რისთვისაც ამ ჩართულობისთვის საგანმანათლებლო კუთხის რესურს ცენტრს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, რომელმაც ხელი შეგვიწყო და უფრო მობილური გახდა და უფრო გაგვიმარტივდა ამ კვლევების ჩატარება და მოგეხსენებათ არის ის მნიშვნელოვანი პათოლოგიები, რომელიც თავიდანვე უნდა იყოს გამოვლენილი ბავშვთან მიმართებაში. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ვამატებთ კიდე მომავლისთვის, ანუ გვინდა რომ ეს მოწყობილი ჯგუფები გავზარდოთ და დაწყებითი კლასების სრულად მოიცვას ამ სკრინინგმა და აღსანიშნავია რომ მომავალში დაგეგმილი გვაქვს ოფთალმოლოგიის კუთხით სხვა სერვისები მივაწოდოთ, დამატებითი სერვისები მივაწოდოთ და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად დამატებით ჩავთოთ ენდოკრინოლოგის ფუნქცია. რათა ჩვენ ბავშვებს გქონდეთ იმის საშუალება, რომ იყვნენ ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულებები ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ როგორც ბავშვების ზრუნვაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ასევე გვინდა რომ მათმა ოჯახებმა იცოდნენ რომ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი ზრუნავს თითოეული ახალგაზრდის ჯანმრთელობაზე და ჩართულები ვიქნებით მაქსიმალურად ამ გამოკვლევებში. მნიშვნელოვანია ისიც რომ და გავზრდით და მომავალში იმ გამოვლენილი პათოლოგიების, იმ პრობლემების აღმოსახვევად მუნიციპალიტეტის მერია სრულად იქნება შეიტანს დამატებით რომ დაფინანსდეს ეს კვლევები და რა თქმა უნდა ის პათოლოგიები რაც გამოვლენილია უნდა მოხდეს ამის მკურნალობა და ამ თითოეულ სოციალურ პროგრამაში ვიყოთ ჩართულები ჩვენ მუნიციპალიტეტის მერია.
აი ერთი პატარა კითხვაც მექნება, ჩვენი საეთერო დრო იწურება. 8-ზე მეტი ბავშვი გამოიკვლიეთ ამ პროექტის ფარგლებში და როგორც ვიცით, საკმაოდ მცირე ბიუჯეტი იყო ამისთვის გამოყოფილი. აი როგორ მოახერხეთ ამ ყველაფრის მცირე რესურსით განხორციელება, რომ გაგვიზიაროთ. და ისიც საინტერესო იქნება, რომ აი ეს თქვენი ფორმულა, რომელიც შეიმუშავეთ ამ მცირე ბიუჯეტთან დაკავშირებით, სხვა მუნიციპალიტეტსაც რო გაუზიაროთ, აი ეს თქვენი ფორმულა, როგორ შეიძლება და გამოცდილება, როგორ შეიძლება მომდევნოთ სხვა მუნიციპალიტეტებმაც გამოიყენონ. აუცილებლად მოგახსენებთ პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომლებს იმ ინიციატივისათვის ამ პროექტებისათვის, რომლებიც ერთობლივად შეიქმნა და წარმოადგინეს თითოეულმა ჩვენმა თანამშრომლებმა უამრავი ენერგია და დრო დასჭირდათ მას იმისთვის, რომ ამ თითოეული დეტალი ყოფილიყო სწორედ გაწერილი. სწორედ ჩვენ არ დაველოდეთ მოვლენებს, შევქმნით მობილური ჯგუფი, როგორც აღვნიშნე საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან ერთად თანამშრომლობით სრულად მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლა და 5 კერძო სკოლაში მოვახდინეთ გასვლები და იქ თითოეული დღე იყო გაწერილი და წინასწარ ამ ჯგუფთან ერთად ამ მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად რომლებიც კვლევებს ატარებდნენ მოხდა საათობრივად გაწერილი დროის სწორედ გამოყენება და რა თქმა უნდა ბიუჯეტი ძალიან მცირე ჰქონდა საწყისი ეტაპისთვის ამ ყველაფრისთვის შეიქმნა ეს დაიხარჯა 7,000 ლარი და აღსანიშნავია რომ ამ ხსეთი მცირე თანხით მომსახურო და სკრინინგი ჩაუტარო 829 ბავშვს ეს არის ძალიან რთული მაგრამ ეს მადლობა მათ თითოეულთაგან იმ პროფესიონალიზმისათვის რაც ერთობლივად შეუძლია და რაც ერთობლივად მოხერხდა ჩვენს მუნიციპალიტეტში და ჯერა ქაბატონინოსთანაც საუბრები მქონდა და დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ამ შემთხვევაში და მზერა რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც გაიზიარებენ ამ მნიშვნელოვან პროექტს და ჩვენი ახალგაზრდების ზრუნვა არის კლიანად საქართველოს და ცენტრალური ხელისუფლებისა და თითოეული მუნიციპალიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. და დავამატებ ამას, რომ აი ამ ნომინაციაში ნამდვილად გამორჩეულად იგულისხმება აი ბავშვთა პროგრამებთან დაკავშირებულ ნომინაციაში წელს იყო ძალიან ძლიერი განაცხადები წარმოდგენილი. სენაკის მუნიციპალიტეტი არის გამარჯვებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ჰქონდა არაჩვეულებრივი ახალი ინიციატივა ცენტრი გაიხსნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სერვისების მიწოდების. აქამდე მშობლებს უხდებოდათ ყაზბეგიდან საკუთარი შვილები სხვა მუნიციპალიტეტებში წაყვანა, რომ იქ სერვისებში ჩაერთოთ. ეხლა მუნიციპალიტეტის ძალისხმევით შეიქმნა ესეთი ცენტრი და უკვე მშობლებს აღარ უხდებათ სხვა მუნიციპალიტეტებში ამ ბავშვების წაყვანა. და ასე რომ წელს იყო ნამდვილად გამორჩეულად ძლიერი მუნიციპალური პროგრამები და მე ვფიქრობ, რომ ეს მათ შორის იმის დამსახურება არის, რომ ჩვენი ასოციაცია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან საქართველოში, UNICEF-თან ერთად ჩვენ ვახორციელებთ არაჩვეულებრივი პარტნიორობა გვაქვს ჩვენ ასოციაციას UNICEF-ს მუნიციპალიტეტებთან და ვფიქრობთ, რომ მათ შორის აი ეს ამის გამოძახილიც არის აი ამ კარგი თანამშრომლობის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო პროექტი იყო, რომ ამას გაიმარჯვა. ჩვენ უბრალოდ დრო არ გვაძლევს შესაძლებლობას ყველაზე ვისაუბროთ, მაგრამ აუცილებლად გავაგზავნოთ კიდე ამაზე საუბარს, მით უმეტეს რომ ყოველწლიურია ეს თქვენი პროექტი და წარმატებას გისურვებთ ბატონო თქვენ, ბატონო ნინო, დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი კარგი საქმე კეთდება, თუნდაც აი ამ პროექტის ფარგლებში. უღმესი მადლობა.